დავიწყებ ჩემი როგორც უბრალოდ პროტესტანტის დემონსტრანტის პოზიციიდან და მინდა დავიწყო საკუთარი თავის და ჩემი თანამებრძოლების გამხნევებით იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლოს ყველას გვაქვს გარკვეული დაბნეულობა, გარკვეული ჩიხური სიტუაციის შეგრძნება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს სიტუაცია საქართველოში არ არის პირველი, არც საქართველოში არ ხდება პირველად და მით უმეტეს ჩვენი გამოგონილი არ არის და მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად გადაივლის, აუცილებლად ახალ გზებს გამოვნახოთ პროტესტისას და მე არ მინდა მჯეროდეს და ვერ ვიჯერებ და არ დავიჯერებ და ეს ასე არ არის, რომ ქართულ ოცნებას შესწევს თითქოს ძალა ხალხის პროტესტი, ხალხის გულსხველი პოზიცია ჩაახშოს. უბრალოდ მე ვფიქრობ ახალი ეტაპი იწყება, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით შეჩვეული პროტესტს მეტნაკლებად დემოკრატიულ ქვეყანაში და ეს მეტნაკლებად დემოკრატიული ქვეყანა აღარ არის, ჩვენთან გაქრა ბოლო ნიშნებიც კი კანონის უზენაესობისა. ჩვენ მაგალითად გუშინ ორი ახალი სისხლის სამართლის საქმე დაგვემატა, როცა ორ ადამიანს, ვინც რუსთაველის გამზერზე არიგებდნენ ჩაის და ყავას, ჩაუდეს ნარკოტიკი და ჩაუდეს იმდენი ნარკოტიკი, რომ უმადო თავისუფლების არკვეთით ემუქრებიან და უნდა გითხრათ და განახოთ, რომ აი ეს არის მტკიცებულობების სისქე, ფურცლებზე დაბიჭდილი მასალა არის. აი ეს მოცულობა ნახევარი თაბახის შეკვრა, რითიც ადამიანებს საუბარი არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში არტემ გრიბულზე და ანასტასია ზინოვკინაზე, ასევე რუსეთიდან გამოქცეულ ოპოზიციონერებზე, მათ ემუქრებათ უვადო თავისუფლების აღკვეთა იმის გამო, რომ ის არ მოუვიდა მათი დარიგებული ჩაი და ყავა ხელისუფლებას თვალში. ამასთან მე ვფიქრობ, ბრძოლის ახალი ეტაპი, რითიც უნდა დავიწყოთ, არის ყველა იმ ადამიანისთვის, იმ სოციალური კონტაქტისთვის პასუხის მოთხოვნა, ვისთანაც ჩვენ გვაქვს პირდაპირ კონტაქტი და მე მინდა პირდაპირ ასე დავიწყო და მე მინდა მივმართო ჩემს მასწავლებლებს, მაგალითად, რომელთა შესახებაც სამწუხაროდ მესმის, რომ ძალიან ინდიფერენტულები არიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ. და მე მინდა ვთქვა, რომ მე ზუსტად ვიცი ყველა ადამიანს, ვინც, არ ვიცი, ჯაყოს ხიზნებს ასწავლის სკოლაში, ძალიან კარგი უნარი აქვს იმისა, რომ ამოიცნოს დღეს ქვეყანაში ვინ არის ჯაყო. ყველას, ვისაც, არ ვიცი, ილია ჭავჭავაძეს ასწავლის სკოლებში და ლელ დღუნიას ასწავლის სკოლაში, მე დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან კარგად იციან და ესმით და ხედავენ სად არის დღეს საქართველო და ლელ დღუნიას მიერ მითითებულ გზაზე ვდგავართ თუ აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით მივდივართ და მე მინდა მიმართო ამ ადამიანებს, რომ არ შეიძლება ასწავლიდეთ ისტორიას, ასწავლიდეთ რაღაც საჩინო ბარათაშვილის და ყორღანაშვილის ისტორიას, ასწავლიდეთ გეორგიევსკის ტრაქტატს სკოლაში და ჩუმად იყოთ თქვენს გარემოცვაში იმის გამო, რომ თქვენი შვილი მუშაობს რაღაც რომელიღაცა ადმინისტრაციულ ორგანოში ან სახელმწიფო ორგანოში. არ შეიძლება ჩუმად იყოთ, იმიტომ რომ სხვის შვილებს ამ დროს უდებენ ნარკოტიკებს და 70-ზე მეტი ადამიანია ციხეში გამომწყვდეული და ეს აკლემი აუცილებლად თქვენს სახლთანაც დაიჩოქებს, ეს ურემი აუცილებლად თქვენს დაგეწევათ და თქვენს ოჯახსაც დაეწევა. რაც შეეხება როგორც იურისტის და უფლებადამცველის პოზიციას, მე სიმართლე გითხრათ, საკმაოდ დიდი ხანია მაქვს განცდა, რომ ადვოკატები, ვინც მივდივართ სასამართლოში, არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად ვიქცევით, მაშინაც კი როცა ვიცავთ უდანაშაულო ადამიანის უფლებებს, უკვე იმიტომ, რომ არავით არის აზრი ადვოკატის პროფესიას ამ ქვეყანაში, თუ კი საქმე ეხება მით უმეტეს პოლიტიკურ საქმეს, არავით არის აზრი არ გააჩნია, მოსამართლე ენუქიძისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რაიმე არგუმენტულ პოზიციას ამ მტკიცებულებების გამოკვლევას, მას შეუძლია თვალის დაუხამხმებლად საკუთარი ოჯახის წევრი აბსოლუტურად ტყუილად მისცეს პასუხისგებაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა ნახევარი შეკვრა 35 ლარის თაბახის ფურცელი დაიხარჯა ამ მასალების თქვათ ასლის გადაღებაში, 35 ლარის ფურცლების საფუძველზე, როცა მოსამართლე და სამართალი და სასამართლო უშვებს ადამიანს ციხეში, შეუძლებელია იქ ვისაუბროთ რაიმე ტიპის იურიდიული კაზუისტიკაზე და შეუძლებელია იქ ვისაუბროთ იმაზე, რომ რაიმეს აზრი აქვს. სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენ გვყავს რამდენიმე და ეს უბრალოდ სტატისტიკა არის და არავითარი შინაარსი ამას თავისთავად არ გააჩნია. ყავს რამდენიმე ასეული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი, რომლებიც ჯარიმით ხშირ შემთხვევაში, ზოგჯერ პატიმრობით და იშვიათად ძალიან სიტყვიერი შენიშვნით თავისუფლებიან ხოლმე, თუმცა ყავს 70-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ვისაც თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და გამოყენებულია ყველანაირი ბინძური ხრიკი, რაც შეიძლება რომ ადამიანმა მოიფიქროს, დაწყებული იქიდან რომ როგორც აღნიშნე ყველა მტკიცებულება თითქმის გაყალბებულია და პირდაპირ მნიშვნელობით ჩადება ხდება ხოლმე მტკიცებების დამთავრებული იმით, რომ უკვე დაკავების შემდეგ
მათთან, მათი ოჯახის წევრებთან მიდიან ადამიანები და ეუბნებიან, ცდილობენ დაყოლებას, რომ რა სჭირდება და ადვოკატი გაურთულებს საქმეს მათ და ჯობია ყველაფერი უცებ აღიარონ და გამოუშვებენ, როცა სიტუაცია ოდნავ დამშვიდდება და ტემპერატურა დაიწევს და მარტს ასახელებენ ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღად. ხელისუფლება არის გადასული გამძლეობის რაღაცა, თქვათ, სანგრების გათხრის და ჩასანგრების რეჟიმში და იმედი აქვს, რომ ჩვენ დავიღლებით, თუმცა მე ვუყურებ რა მათ შორის დაკავებულებს ვუყურებ და ვკითხულობ რა ცეცხლაძეს, მიმინოშვილს, გორგაძეს, მეფარიშვილს, ბევრ სხვა დაკავებულს დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არ შეიძლება ამ ბოროტებამ გაიმარჯვოს ამ ქვეყანაში, თუმცა ცხადია პროტესტანტებს გვჭირდება ახალი შეცვლილი სტრატეგიების პოვნა, შეცვლილი გზების პოვნა, ერთის მხრივ იმისთვის, რომ საკუთარი ემოციური სტაბილურობა უზრუნველყოთ და საკუთარი გამძლეობა გავაძლიეროთ და მეორე მხრივ ხელისუფლებას დავანახოთ და გავუგზავნოთ ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ ქართული საზოგადოება ქვეყანას არ დათმობს, ჩვენ წასასვლელი არსად არ გვაქვს და ამაზეც ხშირად გვაქვს ხოლმე საუბარი მე და ჩემს კოლეგებს და მეგობრებს, მათ შორის ემიგრაციაზე, არ ვიცი, თქვენ ალბათ ყველა ადამიანის გარშემო არის მსგავსი საუბრები, ყველამ ვიცით, რომ ქართული ოცნების 500 წარმომადგენელი უმაღლესი რომ ავიღოთ, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არც ერთი მათგანის შვილი არ არის, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, არც ერთი მათგანის შვილი არ აპირებს საქართველოს ცხოვრებას, დიდი ნაწილი უკვე წასულია, ხოლო ჩვენთვის ბიძინა ივანიშვილი საკუთარი შვილებისგან განსხვავებით, რომლებიც გაუშვა და ცხოვრობენ სწორედ იქ, სადაც ქართული ოცნების თქმით გარყვნილების და რაღაცა მასონების ბუდია და ჩვენ ვინცაც ამ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება და ვისაც ამ საზოგადოებაში გვინდა ცხოვრებაც, დაბერებაც, გარდაცვალებაც და რაღაცა ახლის და ნაყოფიერის შექმნაც, ბუნებრივია ჩვენ გაქცევას არ ვაპირებთ, ალბათ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რაც უნდა გახდეს ამისთვის საჭირო და მიუხედავად იმისა, რამდენი პატიმრობას და რამდენი ჯარიმას გამოწერს, რაღაცა და სასაცილოა მოსამართლე რო ქვია მაგალითად ენუქიძეს, მიუხედავად ამისა ეს ბრძოლა აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.